რომ მე ამ ადგილას გავატარებ 24 საათს. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ვერსაბადა არ გოჩროსონ სამი და თქვენ კიდე ერთხელ თქვენ სწორად წაიკითხეთ ამ ვიდეოს სათაური. კიდე ერთხელ მეგობრებო, კიდე ერთხელ გაგიმეორებთ. დღეს მე 24 საათს გავატარებ სასაფლაოზე მინიკრაფში. ვინც არის ცოტა ჩვენთან სადღაც რამოდენიმე დღის წინ ააშენეს აი ამ ადგილას ჩვენ სოფელთან ახლოს ააშენეს ასეთი სასაფლაო, სადაც მეგობრებო შეხედეთ უკვე არის დამარხული ბევრი ასე ვთქვათ ჟიზელნიკი. დასაკვირველია მე ცოტა მეშინია, მაგრამ მაინც მეგობრებო არც კი ვიცოდი ისევ გითხრათ რომ მე ოდესმე გადავიღებდი ასეთ ვიდეოს. კიდე რა კარგიო ჯერჯერობით კიდე დილა, არც მცველები არ არიან და არც არავინ შეგვიძლია პრინციპში შევიდეთ უბრალოდ. რასაკვირველია მეგობრებო 24 საათს მე გავატარებ არა უბრალოდ, არამედ რამოდენიმე ნივთებს კიდე წამოვიღებ. რასაკვირველია მეგობრებო მე უბრალოდ ცარიელი ხელით ასე ვთქვათ არ შევამაგ სასაფლაოზე. რაღაცეებ მეგობრებო ნივთებს წამოვიღებ. Საერთოდ მეგობრებო რომ გითხრათ მე ამ ვიდეოს წარმოიგეთ მე ამ ვიდეოს გეგმავდი ზუსტად 3 დღე. იქ ყველაფერს ვაკეთებდი ისე რომ არავინ არ დამინახოს. ისეთი დღე ავირჩიე მეგობრებო, კვირა დღე. ისეთი დღე, როდესაც არ არის არც ერთი მცველი, იმიტომ მეგობრებო მცველებისთვის დღეს არის ასე ვთქვათ ისა არასამუშაო დღე, ანუ არ დადეგები, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ერთი არასამუშაო დღე და სპეციალურად მეგობრებო ავირჩიე ეს დღე იმისათვის, რომ გადავიღო ვიდეო 24 საათი სასაფლაოზე მინიკრაფტში. საერთოდ გითხრათ მეგობრებო, მე კი ნერვიულობ, კი რაღაც შიშით შეიძლება იყოს ინდო სასაფლაო, თქვენ თვითონ იცით რომ რაღაც ანომალიური შეიძლება იყოს ადგილი, მაგრამ პრინციპში მეგობრებო მე ბოლომდე არ მჯერა ამისი. რას ვიღებ მეგობრებო, რასაკვირველია კი რას? ხმალი აუცილებლად ვინ იცის რა არის მან და აი ეს მეგობრებო დავიყოთ. ეს შემდეგ მეგობრებო საჭმელი აუცილებლად საჭმელი. აი ბევრ საჭმელს არ ვიღებ, 1-3 სტეიკს ავიღებ მეგობრებო, მეტი არც კი მჭირდება და რასაკვირველია მეგობრებო 1 ცალ საწოლს მაინც ავიღებ, აი ეს მეგობრებო რომ უფრო ლამაზად იყოს. 1 ცალი საწოლი მეგობრებო მე მაინც დამჭირდება რომ ნორმალურად დავიძინო და დაძინებისთვის მეგობრებო მე მგონი უკვე ვიცი თუ რა ადგილას დავიძინებ და თქვენც ახლავე გაჩვენებთ. მეგობრებო მოითახლა შევიდეთ იმ სასაფლაოზე და გამოის ჯერჯერობით არის დაქრომის საათი, დილის 11 საათი. მივალ ახლა და გამოის ზუსტად შემდეგი დილის 11 საათამდე ვიქნები მაგ სასაფლაოზე. დასაკვირველია მე მეგობრებო მაქსიმალურად შევეცდები ასე ვთქვათ ვიყო მანდ, არავითარი ნერვიულობის გარეშე. ნერვიულობა იქნება რასაკვირველია 100%-იანად იქნება ნერვიულობა. მაგრამ მეგობრებო შევეცდები სიწყნარე ასე ვთქვათ შევინარჩუნო სიწყნარე, რაც ახლა სიწყნარეც არის ჩემსში. მეგობრებო მზად ხართ? ახლა დავითვლი ზუსტად 3-მდე და 3-მდე როდესაც დავითვლი უკვე შევალ 3, 2, 1 და წავიდა მეგობრებო ზუსტად 24 საათი. გაგიჟება მეგობრებო, აი წარმოიდგენთ როგორ იცით, მეგობრებო იცით რა უფრო კარგია საფლავებზე არ ვიოდა ეს ნელ-ნელა შეხედეთ მეგობრებო რამდენი საფლავია, აი წარმოიდგეთ. მოითაბა 1-ს დავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, აქ 20 გამოდის. აქაც იმდენივე და აქ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 40 საფლავი მეგობრებო წარმოიდგეთ გაგიჟება 40 საფლავი. მოით მეგობრებო ტელეფონი უფრო კარგი ახლა შევინახოთ ჯიბეში. ეს არის მეგობრებო სპეციალური სახლი. სახლი როგორ ასეთი, რაღაცნაირი ხო სასახლე და აი მეგობრებო რა არის განლაგებული აქ, რა წერია აქ? ყველაზე მოხუცი სოფლელი მეგობრებო მინიკრაფტში. შეხედეთ მეგობრებო რამდენი ცხოვრობდა 1919 წლიდან 2023 წლამდე. წარმოგიდგენთ მეგობრებო, აი აქ ზუსტად მეგობრებო დამარხულია ეს ჟიზელნიკი. მე მეგობრებო უბრალოდ გაგიჟებულია. სტოპ მეგობრებო, გასასვლელი არ არის. და რა ვქენთ მეგობრებო? კაი მოით მეგობრებო პრინციპში ახლა გავაბუჯეთ ეს კარები და დროს მეგობრებო ასე დავთქვათ. არაფერი არ იყო. ვერაფერსაც ვერ მიხვდება. Так, პრინციპში მეგობრებო ასეთი სასაფლაო პრინციპში ჯერჯერობით არაფერი ისეთი. რასაკვირველია მეგობრებო, თქვენ პრინციპში მგონი მიხვდით, სად
დავიძინებ მე მეგობრობა ამ სასახლეში იმ ყველაზე მოხუც შიწელნიკთან მინიკრაფტში ნუ პრინციპში მეგობრობა სხვა პრინციპში ადგილი არ არის მოით მეგობრობა აი აქ ასე დავდგათ გასასვლელთან აი ესე ადგილი პრინციპში მეგობრობა ძალიან კარგი ადგილია მოით მეგობრობა ახლა გავიდეთ ისევ აქედან აი ჯანდო მეგობრობა აი რატო არ გააკეთეს აქაც ესეთი კნოპკა რომ გახვიდე რატო არის ხოთ შესასვლელისთვის ასეთი კნოპკა და ოკეი მოით მეგობრობა მე ახლა ცოტა ხანი დავათვალებ სასაფლაოს და მერე ჩაგერთვით თქვენ შეგეთ მე ახლა გამოვიდი ასე თუ რამე მეგობრობა მე სასაფლაო არ დავტოვე ასე ვთქვათ ახლა აი ამ ღობეზე ვარ ესეც არის სასაფლაოს ტერიტორია და იცით რა დავინახე აი ყველგან ასეთი ღობე ხო არის აი ესე ოპ აი ესე მტკვრიოთ და აქ შეხედეთ ერთადერთი ფანჯარა რომელიც ახლავს აი ამ სასახლეს ეს არის აი მეგობრობა აი ეს ფანჯარა და იმის გამო რომ აქ არის ფანჯარა აქ ღობე შეხედეთ არ არის მაქსიმალურად ასე ვთქვათ ანუ მაქსიმალურად არ არის აქ ღობე ხო უნდა იყოს აი ეს შეხედეთ ეს მოდის ასე და შემდეგ უნდა აიწიოს აი აქამდე მაგრამ მეგობრებო აქ ასე არ არის და რასაკვირველია მეგობრებო ეს ცოტა მაყურებს და რა მეგობრებო გაიგეთ ეს ხმა სტოპე რა სტოპ მეგობრებო ვიღაცა იყო მეგობრებო თქვენ გაიგეთ ეს ხმა მე 100%-იანი გავიგე რაღაც ხმა და თითქოს მეგობრებო აი აქ სადღაც აი ამ ხრიდან რა ჯანდაბა მეგობრებო მე მაინც არ მჯერა არა კაი პრინციპში შეიძლება იყოს ასეთი თეორია რომ ეს უბრალოდ ქარმა დაუბერა და რაღაცა გადმოვარდა მაგრამ სასაფლაოზე რა ღმერთო ჩემო კატამორას შემოხვედი აქ გამაგიჟე არა შეიძლება მეგობრებო კი შეიძლება ასეთი თეორია იყოს იმისი რომ უბრალოდ ქარმა დაუბერა და რაღაცა გადმოვარდა მაგრამ მეგობრებო კიდე ერთხელ გაგიმეორებთ და რა შეიძლება გადმოვიდეს სასაფლაოზე მეგობრებო კიდე ამ წვიმამ დაიწყო მოით მეგობრებო უფრო კარგი შევიდეთ მეგობრებო თქვენ ეს ხმა მგონი გაიგეთ 100%-იანი რა ჯანდაბა იყო მეგობრებო თან ეს სასაფლაო კიდე ისეთი ადგილია სადაც ისეთი რაღაცები არ მეგობრებო მე მაქსიმალურად ამჯერად შეხედეთ მეგობრებო კსადი აქ ესეთი ლუსტრა ჩამოკიდებული შეხედეთ აი ასეთ ღობეზე აი მგონი მეგობრებო ხედავთ აი ღობე ასეთ ჩამოკიდეს ეს ღობე იმისათვის რომ გაანათონ ეს სასახლე იმიტომ მეგობრებო იმის გამო რომ ეს არის ყველაზე მოხუცი სოფლელი მინიკრაფტში მაგისთვის ჩასვეს აი ასეთ პრესტიჟულ ასე ვთქვათ სასახლეს ესაა მეგობრებო სხვა შეწეიკები შეხედეთ აი ასე ჩასვეს მეგობრებო შეხედეთ უკვე მზეც ჩავა აი ასე ამოვამთვარე და სიმართლე გითხრათ იმის შემდეგ რაც გავიგე ეს ხმა საერთოდ არ მინდა უკვე ამ სასაფლაოზე გაჩვენა კი მეგობრებო შეიძლება რაღაც ან მომესმა ან რაღაცა გადმოვარდა მეგობრებო კიდე ერთხელ გეკითხებით რა შეიძლება გადმოვარდეს სასაფლაოზე ეს მეგობრებო რაღაც სიგიჟეა так მეგობრებო შეხედეთ ახლა წვიმს პრინციპში ძალიან ცუდი ასაკოელია რომ წვიმს ახლა მეგობრებთან შეხედეთ ახლა აღამდება მოით მეგობრებო ასე ჩავსვათ და პრინციპში მეგობრებო მე ვარ ახლა ასე ვთქვათ და თავი დავიცავი იმიტომ შეხედეთ აქ არის ასეთი რკინისკარი ასეთი კარგი განათებულ ოთახში ერთ-ერთი რაც შემარშევს ეს მოხუცი შეძე წარმოგიდგენთ მეგობრებო ახლა მე მძინავს გავახელებ თვალებს და ეს მოხუცი შეძე კი ასე დგას და მithვალთვალებს მეგობრებო არ მინდა так მეგობრებო პრინციპში რომელი საათი ახლა მოით მეგობრებო ნახოთ так მეგობრებო უკვე ღამის 10 საათია პრინციპში კიდე 1 საათი 2 საათი ვიდგები ეს მოით მეგობრებო ტელეფონში რაღაცებს ნახავ რა კიდე 100%-ზე მაგ დატენილი ცოტა რაღაცებს ვითამაშებ ცოტა რაღაცებს YouTube-ზე რაღაც ვიდეოებს ნახავ და მე დავიძინებ მოით მეგობრებო მე ახლა გავართა უკვე ამ ვიდეო კამერას და ჩავთვალოთ იმ დროს როდესაც დავაპირებ ძილს მოგეთ გამოვიდა უკვე მეგობრებო სადაც საათ ნახევარი უკვე არის ღამის 12:30 აი შეხედეთ მეგობრებო როგორ გამოიყურება ეს სასაფლაო ღამის 12:30-ზე აი წარმოიდგეთ იქი და მეგობრებო თითქოს შეხედეთ თითქოს ვიღაცა მოვა ან აქედან ვიღაცა მოვა მოგეთ ეს რაღაც სიგიჟე აი მეგობრებო აი ერთი კითხვა რატო არ დააყენეს აქ ნორმალური არ ვიცი განათებები
გაგიჟევა მეგობრებო წვიმს ასეთი ღამის 12-ის ნახევარი საფლავები 40 საფლავი ასეთი საშინელი სასახლის რომელიც მხოლოდ ერთი ნათურით არის განათებული მოგეთ მეგობრებო მართლა უფრო კარგი ახლა თავი დავისვათ და უბრალოდ დავწვეთ ახლა დაქს ტელეფონი გადავდოთ მეგობრებო მოით ჯიბეში ჩავიდოთ და არ ვიცი მეგობრებო თუ შემეძლება რომ დავიზიებ მოგეთ მეგობრებო მე ახლა ცოტა ხნით დაგემშვიდობებით რა ჭანდება იყო მეგობრებო ეს წვიმა ღმერთ როგორ შემეშინდა მე თვითონ მეგობრებო უკვე ცაშა ვფრინდი მართლა გეუბნებით როგორ დავიზნო ამის შემდეგ მეგობრებო ეს ჭექა კუხილი ყოფილა რა ჭანდა სტოპ მეგობრებო ერთად თვალები გავიხილო ეს რა არის მეგობრებო სტოპ რაღაც სინათლე ეს მეგობრებო ეს ასე იყო სერიოზულად так მეგობრებო რაღაც უფრო იცით რა მინდა ახლა უბრალოდ ეს კანები გავტეხო და გავიდე აქედან რა ჭანდა მეგობრებო ეს უბრალოდ მეგობრებო ძალიან გთხოვთ ყველამ ვინც უყურებს ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ ეს იყო ასე ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ და გთხოვთ დამიწერეთ რო იყო ეს რა ჭანდაბა და ხმალი ხელში რაღაც სინათლე ავთ მეგობრებო არ მომწონს так და რა ჭანდაბა მეგობრებო так და მეგობრებო რაღაც არაფერი არ არის აქ შესაძლებელია მეგობრებო მე აქ მართლა აქ რაღაცები იყო მაგრამ უბრალოდ მე ვერ დავინახე მე მეგობრებო ერთად თვალებს გავახილებ უფრო კარგია და მეგობრებო უფრო კარგია იცით რა ხა წავალ აქედან და არ ვიცი რა ვქნა შესაძლებელია მართლაც იყო მეგობრებო აი იცით როგორ ხა როგორც რა ცხოვრებაში ისე მინიკრაფტში გული მიცემს უბრალოდ 190 წუთში როგორ დავიძევა მეგობრებო ამის შემდეგ არც კი ვიცი მაგრამ რაღაცაერთ უნდა დავიძეოთ გთხოვთ მეგობრებო კომენტარებში დამიწერეთ რომ ეს ასე იყო ძალიან გთხოვთ მეგობრებო მე კი ახლა გავაგზავნებ ძილს და წავალ აქედან დესაც უკვე გათენდება რა ჭანდაბა უკვე მეორედ ეს ხმა მეგობრებო არა всё ეს უკვე ჭანდაბა ეს უკვე სიგიჟეა აღარ შემიძლია მე თავზე არ დავიმცირებ მეგობრებო არა всё დროზე სოფელში და უბრალოდ ვეტყვი მერს რომ მოაშორონ აქედან ეს სასაფლაო მოაშორონ ჭანდაბაში არ ვიცი ეს საფლავები სხვაგან გადაიტანონ მაგრამ მეგობრებო აქ აღარ მინდა აქ აღარ მოვალ ნუ თუ ეს სასაფლაო აქ დაჭდება აქ დარჩება აღარასდროს აღარ მოვალ ამ ადგილას მეგობრებო რა სიგიჟეა კიდე ერთხელ ეს ხმები არ ვიცი მეგობრებო მე თავს ასე აღარ დავინცებ და აღარ მინდა სულ მეგობრებო ეს 2 საათის განმავლობაში უკვე 2-ჯერ თუ 3-ჯერ იყო ეს ხმა მეგობრებო ვერც კი წარმოგიდგენთ ვერ ვიძინებდი всё წავალ ხა სახში უფრო კარგია იქ თბილად ჩემს საწოლს ჭანდა მეგობრებო იქ საწოლი დავტოვე არაუშავს მეგობრებო საწოლი არაუშავს საწოლს მე უკვე ავიღებ მერთან პოლიციელებთან ერთად წავალ და იმ საწოლს ავიღებ და ვეტყვი პოლიციელებს რომ მოგეთ ვეტყვი მთავრობას არ ვიცი ამ მერსაც ვეტყვი რომ მოაშორონ ეს სასაფლაო ჩვენი სოფლიდან ჭანდაბაში მეგობრებო თქვენ კი მადლობა დიდი ვისყურავისო ამ ვიდეოს ბოლომდე თუ მოგესწრებთ ლაიქეთ რა კარგია სახში ყოფნა ნახვამდის